მოგესალმებით, მეგობრებო, დასრულდა სეზონი UFC-ში, წელს მეტი ივენთი აღარ გვექნება და 2026 წელსაც საკმაოდ გვიან გვიწევს თვის ბოლოს იანვრის ბოლოს გაიხსნება ასე ვთქვათ სეზონი, მანამდე ცოტა შეიძლება მოწყენილები ვართ, თუმცა მე მოვძებნე საინტერესო გასართობი, რომელიც UFC-სთან კავშირშია და მინდა გაგიზიაროთ. ზოგადად მე არაერთხელ მithქვამს, რომ საიდუმლო UFC-სამ წარმატებისა არის იმაში, თუ რა სტატურად ხდება ბრძოლების შერჩევა, ანუ ეგრეთ წოდებული matchmaking. ოღონდ მე არ გულისხმობს კონკრეტული ბრძოლების შედგენაზე მარტო. თითოეული ბრძოლის შედგენა ყველა ორგანიზაციაში შეუძლიათ საუკეთესო მებრძოლებს აიღებს და შეახვედრებს ერთმანეთს. აქ თავარი რა არის, რასაც UFC ახერხებს. თითოეული ბრძოლა ინიშნება ისე, რომ ამ ბრძოლის შემდეგაც ფაქტიურად არის მოვლენების განვითარების საინტერესო გზები და თითოეული ბრძოლის ჩანიშვნისას ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ იცის, რომ ამ ბრძოლის ნებისმიერ ვარიანტში, ნებისმიერი შედეგი დასრულების შემთხვევაში მოვლენები შეიძლება გაგრძელდეს ასევე საინტერესოდ, ისე რომ აი ეს ინტრიგა, რაღაცა, ასე ვთქვათ, სატურნირო ინტრიგა გაგრძელდეს და არ დამთავრდეს ამ ბრძოლის დასრულებისთანავე. ზოგადად ბრძოლები, კარგი ბრძოლები ჩაუნიშია სხვა ორგანიზაციებსაც, მაგრამ ძალიან ბევრი მაგალითი ვიცით ისეთი, სადაც ორგანიზაცია დაღუპულა მხოლოდ იმის გამო, რომ ბრძოლა, რომელიც ჩანიშნეს, არ დამთავრდა ისე, როგორც მათ უნდათ. ძალიან ხშირად მომყავს მაგალითად Kimbo Slice-ისა და Strike Force-ის, სადაც Strike Force არა, ხო, მაშინ იყო Elite X-ი, თუ სწორად მახსოვს, იმ ორგანიზაციას ასე ერქვა, შემდეგ გადაბრენდინგდა ასე ვთქვათ Strike Force-ად. Kimbo Slice იყავდა თავარი ვარსკვლავი, რომელსაც ძალიან უფრთხილდებოდნენ და თავარი ის იყო, ასე ვთქვათ, მარკეტინგული, ასე ვთქვათ, ფიშკა იყო ამ ორგანიზაციის და მოულოდნელად ერთ-ერთ ბრძოლაში, სხვა შორის ბრძოლა მახსოვს, Kimbo-ს უნდა შეხვედროდა რომელიღაც ძალიან ცნობილ მებრძოლს, ის მებრძოლი ჩაეხსნა, ვერ ვიხსენებ რომელს და არავისთვის საინტერესო სეთ პეტრუზელი დაუყენეს და მოულოდნელად პირველივე წამებზე პეტრუზელიმ Kimbo Slice-ი გაუშვა ნოკაუტში და ფაქტიურად ნოკაუტში Kimbo Slice-ი კი არა, მთელი ორგანიზაცია გაუშვა, იმიტომ რომ ორგანიზაციას არ ჰქონდა გეგმა B, ანუ Kimbo Slice-ის გაქრობის ან განადგურების შემთხვევაში რა უნდა ეკეთებინა. ამან დაუღუპა ეს ორგანიზაცია. ასეთ ძალიან ბევრი მაგალითია ზოგადად MMA-ის ბიზნესში, ასე ვთქვათ. ამითია სხვადასხვის თავარი სიძლიერე ამაშია ზუსტად UFC-ში, რომ თითოეულ ბრძოლაში, რაც არ უნდა მათი ასე ვთქვათ, თავარი ვარსკვლავი იყოს მონაწილე ერთ-ერთი, მისი დამარცხების შემთხვევაში ორგანიზაცია ნახულობს საინტერესო განვითარების გზას, მაყურებლისთვის საინტერესოს, რა თქმა უნდა. ხო, არ ვიცი, ამას პირადად დანავაითი აკეთებს, თუ ვიღაცა კონკრეტული ყავს, ვიღაცა შეიძლება სულ არ ვიცით, რა ქვია, ამ პიროვნებას, ვინც ასე ალაგებს და ხლართავს, ასე ვთქვათ, ბუბას ქსელებს, მაგრამ ყოველთვის ამას ძალიან კარგად აკეთებს ეს ორგანიზაცია. ის რომ თუ იმას თulis რომ იმიტოა ეს ორგანიზაცია წარმატებული, მხოლოდ რომ იქ არის ყველაზე მეტი კარგი და ძლიერი მებრძოლი, ეს ასე არ არის. მებრძოლები კი არიან კარგი და ყველაზე ძლიერები, ყველაზე მეტნი UFC-ში, მაგრამ ეს მიზეზი არ არის, ეს არის შედეგი. ამიტომ არიან ისინი იქ, რომ ეს ორგანიზაცია მუდმივად წამყვან თვითონ მებრძოლებს UFC არ ზდის, ხო? UFC-ში მიდიან უკვე ეს მებრძოლები. რატომ მიდიან? იმიტომ რომ იქ რაღაცა კარგად მართავენ იქ სტრუქტურას, ხო? ერთ-ერთი ამისი არის ეს. სწორედ. ხო, და მოდი შევხედოთ, გადავხედოთ იმ ბრძოლებს, რომელიც ჩანიშნულია 2026 წელს და სხვადასხვა შეიძლება ძალიან კარგად დავინახოთ, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები და რამდენად საინტერესოდ შეიძლება განვითარდეს მოვლენები თითოეულ დივიზიონში, იქიდან გამომდინარე ეს ბრძოლები, რომელ დივიზიონში ჩანიშნულ ბრძოლებსაც განვიხილავთ. ზოგადად ბევრი არ არის, რაც უკვე ჩანიშნულია, მე რა თქმა უნდა გულისხმობს თავარ მნიშვნელოვან ბრძოლებს, თორე ქარდის შემავსებელ რაღაცა რიგით ბრძოლებზე არ ღირს, რა თქმა უნდა საუბარი. გადავხედოთ, სულ არის 1, 2, 3, 4, 5 ფაქტობრივად 6 ივენთია, სადაც მეტნაკლებად ქარდი შედგენილია, რა თქმა უნდა, გვიან ივენთებზე უფრო ნაკლებად, მაგრამ თავარი ბრძოლები შედგენილია, ძალიან საინტერესო რაღაცებს მივაგები. მოდი დავიწყოთ. პირველი ივენთი გველოდება 24 იანვარს UFC 324, სადაც დროებითი, მსუბუქი წონის დროებითი ხამისთვის ჯასტინ გეიჯი ხდება პედი პიბლეტს. ეს არის თავარი ბრძოლა. კომეინი აქ არის ასევე ძალიან საინტერესოა. და ეს საინტერესო ბრძოლა კაილა ჰარისონი ამანდა ნუნეში, ეს არის ქალთა ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლა. აქვე არის ომალი სონგი.
Ladno Daleni, Jean Silva, Umar Nurmagomedov, Figueiredo. მივყვეთ დავიწყოთ თავი ბრძოლით გეიჯი პიმბლეტი. ნუ გასაგებია, მე აქ არ ვისაუბრებ რა თქმა უნდა პროგნოზებზე, ეს არ არის მნიშვნელოვანი, აქ გამიხილოთ ნებისმიერი განვითარება ბრძოლისა. მოდი პირველი ვარიანტი ავიღოთ. დავუშვათ იგებს ბრძოლას ჯასტინ გეიჯი. რა ხდება ამ შემთხვევაში? სად მიდიან, როგორ იყენებს UFC თითოეულ ამ მებრძოლს, ხო? იმიტომ რომ კარგმა ორგანიზაციამ თითოეულ ბრძოლის შემდეგ, როგორც კარგი გამოსავალი უნდა ნახოს და კარგად გამოყენება უნდა შეძლოს გამარჯვებულის, რაც ბუნებრივი ადვილია ყველასთვის, ხო? ასევე უნდა ნახოს კარგად გამოყენება დამარცხებულისაც, ორგანიზაციის მისთვის კარგად გამოყენება. გეიჯის მოგების შემთხვევაში ძალიან მარტივია ყველაფერი, გეიჯისთვის ძალიან მარტივია, გეიჯი ფაქტიურად ინახდებს ერთ-ერთ წამყვან ადგილს ქართში, რომელიც, ნუ, ამბობენ რომ უნდა ჩატარდეს თეთრ სახლში. ნუ დიდი ალბათობით მთავარი თუ არა თანამთავარი ბრძოლა მაინც უკვე გარანტირებული აქვს, ვინაიდან გამარჯვების შემთხვევაში შეგახსენებთ გეიჯი იქნება დროებით ჩემპიონი ბუქსტონის და ბუნებრივია საჩემპიონო ბრძოლაში, ნუ ყველაზე მეტი ალბათობით მისი მეტოქე თეთრ სახლში შეიძლება იყოს ილია თოფურია. და ეს საკმაოდ ისეთი რეალური ვარიანტია გეიჯის მოგების შემთხვევაში, ვინაიდან კი გასაგებია რომ ილია არ არის ამერიკელი, მაგრამ ჯასტინ გეიჯი არის არათუ უბრალოდ ამერიკელი, არამედ ზოგადად ძალიან ისეთი ტიპური ამერიკელი, რომელიც აი ძირძველი ამერიკელების გულისხმობ კონსერვატორი ამერიკელების კასტას წარმოადგენს და თან დარწმუნებულად გამოვა იქ შორტებით, რომელზეც ამერიკის დროშა იქნება, რომელიც ძალიან კარგ ბრძოლას იღებს UFC ამ შემთხვევაში თავის ერთ-ერთი ისეთი კარდისთვის, ივენტისთვის თეთრსახლში გულისხმობ, რომელიც ეს ყველა გადაღებული ლაპარაკობს. ამ შემთხვევაში თუ გეიჯი მოიგო, როგორც ვთქვით, გეიჯი დიდი ალბათობით თეთრსახლში უნდა შეხდეს ილია თოფურიას უკვე სრულფასოვანი ქამრისთვის, ხოლო რაც შეეხება პიმბლეტს, რა თქმა უნდა, პიმბლეტზეც უნდა იფიქროს ამ შემთხვევაში UFC, პიმბლეტის გამოყენება საკმაოდ კარგად შეიძლება მის წაგების შემთხვევაში, ვინაიდან მოვალ წელს ისე როგორც ყოველ წელიწადს ქარდები იმართება ლონდონშიც და პარიზშიც, თან არა ერთი. მე მგონი ლონდონში მინიმუმ 2 ქარდი იმართება ხოლმე. პარიზში შეიძლება 2-ც იყოს, აღარ ვიხსენებ ხა ზუსტად, მაგრამ ყოველ შემთხვევაში პიმბლეტი ამ შემთხვევაში ყავს ძალიან კარგი ვარიანტი რომელიმე ევროპული ქარდისთვის და მეცაც გეტყვით, აქ პიმბლეტის მეტოქეებით შეიძლება ამ ვარიანტში განვიხილოთ. წინ გავუსწრებთ მივალთ ჩვენ იმ ბრძოლებზე, საიდანაც შეიძლება ასე ვთქვათ, გაიგოს პიმბლეტის მეტოქე, მაგრამ წინ გავუსწრებ მოვლენებს და ვიტყვი, ერთ ვარიანტში მაგალითად შეიძლება იყოს საუკეთესო ვარიანტში პიმბლეტის წაგების შემთხვევაში მისი მეტოქე შეიძლება იყოს ბენუა სენდენი, რომელიც და ეს ბრძოლა დახატავს, რა თქმა უნდა, ნებისმიერ ევროპულ ივენტს, ეს არ აქვს მნიშვნელობა, ლონდონი იქნება თუ პარიზი, ფრანგული, ინგლისური დაპირისპირება, რა თქმა უნდა, კლასიკა იქნება. ეს წინ უსწრებ მოვლენებს და იმ შემთხვევაში თუ ბენუა სენდენი დამარცხა დენ ჰუკერი, რომელიც ასევე ჩანიშნულია უკვე მომდევნო ქარდებზე, მივალთ იქამდე. იმ შემთხვევაში თუ სენდენი ვერ დაამარცხა ჰუკერი, ნუ თვათ ისეთ კარგ ბრძოლას შეიძლება ვერ ვიღებდეთ, მაგრამ მეორე ვარიანტში ჰუკერი, პიმბლეტი ჰუკერიც არ არის ცუდი ვარიანტი იმ გადმოსახედიდან ყოველ შემთხვევაში თუ ალბათ დიდი ალბათობით იქ ფავორიტი იქნება პედი პიმბლეტი და პედი პიმბლეტის გამარჯვება დავუშვათ ინგლისში ახალ ზელანდიელ დენ ჰუკერთან იქნება ძალიან ისეთი კარგი გაყიდვადი ბრძოლა. ახლა განვიხილოთ მეორე ვარიანტი, თუ დავუშვათ ბრძოლა გეიჯი პიმბლეტი, არ მოიგო გეიჯიმ და მოიგო პიმბლეტმა. ამ შემთხვევაში ძალიან საინტერესო რაღაცას ვხვდებით. ნუ გეიჯი ისევ მაინც მიდის თეთრსახლში, ოღონდ უკვე არა სატიტულო ბრძოლაში, არამედ რომელიმე საინტერესო ბრძოლაში მთავარ ქარtზე, რა თქმა უნდა და თუმცა აქ მივალთ და აქაც გაუსწრებ წინასწარ მოვლენებს, დიდი ალბათობით რა. საკმაოდ ლოგიკურია, რომ ამ შემთხვევაში გეიჯის მარცხის შემთხვევაში თეთრსახლში მისი მეტოქე იყოს ჰოლოვეი ოლივეირას შორის დამარცხებული. თუმცა აქ მეორე მომენტია, რამდენად მოესწრება, იმიტომ რომ ჰოლოვეი ოლივეირას ბრძოლა არის მარტში და ნუ ივლისში თუ ჩატარდება, პრინციპში რატომაც არა. თავისუფლად შეიძლება ამ შემთხვევაში გეიჯის მეტოქე იყოს ოლივეირა, ჰოლოვეი ოლივეირას შემთხვევაში ბრძოლაში წაგებული. ან სხვათა შორის შეიძლება კიდევ ერთი ვარიანტი გეიჯის მეტოქე თეთრსახლში იყოს იგივე ბენუა სენდენი, თუ ბენუა სენდენიმ წააგო თავისი ბრძოლა დენ ჰუკერთან. საერთოდ არ არის ბენუა სენდენი, რომელიც კი ფრანგია, მაგრამ ძალიან ისეთი
ძალიან ხშირად უხდის მადლობას ამერიკელებს, რომ ომებში ეხმარებოდა ამერიკას საფრანგეთს, სამხედროად თვითონ ბენუა სენ-დენი და გეიჯი ბენუა სენ-დენი საკმაოდ კარგი და ისეთი ბრძოლა იქნება თეთრი სახლისთვის. ეს რაც შეეხება, განვიხილეთ პრინციპში ორივე ვარიანტი, რა შეიძლება, ხა ფრის ვარიანტს ბუნებრივია არ ვითვალისწინებთ, იმიტომ რომ ფრედ ძალიან ისეთი შემთხვევაა, ასე ვთქვათ, იშვიათი. შემდეგი ბრძოლა აქ გვაქვს კაილა ჰარისონი და ამანდა ნუნეში. აქაც სხვადასხვა საკმაოდ მარტივია კაილას გამარჯვების შემთხვევაში. კაილას გამარჯვების შემთხვევაში კაილას ინახდებს თეთრ სახლში კომეინს ან მეინს, არ ვიცით, შეიძლება მეინი იყოს და ძალიან დიდი ალბათობით თეთრ სახლში შეიძლება კაილა ჰარისონი შეხვდეს ვალენტინ შევჩენკოს. შევჩენკო თავად გამოთქვა სულ კაილასთან შეხვედრისა და ბუნებრივია კაილას გამარჯვების შემთხვევაში ნუნეშთან დიდი სიამოვნებით აიღებს ამ ბრძოლას და ამ ბრძოლას ვერცად ვერ ხედავ მე გარდა თეთრი სახლის ივენტისა. თუ რა თქმა უნდა საერთოდ თეთრ სახლში ჩატარდა ეს ივენტი. რაც შეეხება ნუნეშს ამ შემთხვევაში სავარაუდოდ კაილასთან წაგების შემთხვევაში ნუნეში დაბრუნება სახლში და არ მგონია რომ ნუნეშმა ეს გააგრძელოს კარიერა. აღარაფერი არ ექნება იქ მას დიდად საქმე ყოველთვის ახლო მომავალში. თუ მერე განვიხილავს კაილასთან რემეც, ეს არ ვიცი. ახლა ავიღოთ მეორე ვარიანტი. მეორე ვარიანტი ნუნეში თუ იგებს კაილა ჰარისონთან. ამ შემთხვევაში კაილა ისე თეთრ სახლში მიდის, ოღონდ არა სადიდლო ბრძოლაში, ვიღაცას მოუძებნიან და შეახვედრებენ აუცილებლად. რაც შეეხება ნუნეშს, სხვადასხვის ნუნეში შევჩენკოს მესამე მატჩიც არ არის გამორიცხული. ვერ ვიტყვი რომ ეს ბრძოლა აუცილებლად ჩასანიშნია თქო, ვინაიდან წინა ორ შემთხვევაში ორივეჯერ ნუნეშს დარჩა გამარჯვება, თუმცა გამომდინარე იქიდან რომ ერთ ბრძოლაში მაინც დღემდე ხალხი კამათობს, რამდენად მოიგო ის ნუნეშმა, შესაძლოა ნუნეშ შევჩენკოს ბრძოლა ჩაინიშნოს მაინც, თუმცა ეს ბრძოლა, ამ ბრძოლას რა თქმა უნდა ვერ ხედავთ იგივე თეთრ სახლის ქარდზე, ეს რომელიმე სხვა დიდი შანსი სხვაჯერ ევროპულ ქარდზეც შედგეს, თუნდაც მაგალითად ბრიტანეთში შეიძლება. ყოველ შემთხვევაში ამერიკაშიც ასევე ანალოგიურად. ეს რაც შეეხება მეორე ბრძოლას, აქ ყველაფერი მარტივი იყო და პრინციპში ზოგადად ქალთა MMA-ში ყოველთვის ამ დონეზე, კაილა ნუნეშის დონეზე, კაილა ნუნეში ვალენტინას დონეზე ალბათ ყველაფერი მარტივი ამ სამში ტრიალებს ჯერჯერობით. ყოველ შემთხვევაში ვინაიდან მოდი შევთანხმდეთ რომ ეს სამი მებრძოლი, ავსი 10 თავით მაღლა სხვა მებრძოლებზე ზოგადად ქალთა MMA-ში UFC-ს გულისხმობ, თორემ ჩვენ ვიცით რომ არის კიდე ქალთა MMA-ში ძალიან პერსპექტიული ბრიტანელი გოგონა, ნაკლებად იჩევას გულისხმობ, თუმცა ის ჯერ საერთოდ არ განიხილება მისი UFC-ში მოსვლა და არ ვიცი. თუ მოვა UFC-ში, რა თქმა უნდა, გაახალისებს ძალიან ქალთა MMA-ს. ამჟამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქალთა MMA-ს საკმაოდ კრიზისში ჩავარდა, იმიტომ რომ ეს სამეული, სამეული გულისხმობ კაილას გამოჩენას და ვალენტინ შევჩენკოს. ნუნეში ჩავთვალოთ რომ ჯერჯერობით წასულია, თუმცა წასულია თუ რა ვერ გავიგეთ. ყოველ შემთხვევაში, თუ ეს სამი მებრძოლი არის, მათ ერთმანეთის გარდა ჯერჯერობით UFC-ში მე მეტოქეებს ვერ ხედავ. გავაგზავნეთ, აქვე ამავე ივენტზე არის ბრძოლები ომალი სონგი, ეს არის სუპერფუნქციონაში და უმარი ფიგი. ძალიან საინტერესო ბრძოლები და მნიშვნელოვანი ბრძოლებია. ისინიც საბოლოო ჯამში ამ წონაში, სუპერფუნქციონაში საკმაოდ საინტერესო მოთამაშეები არიან, თუმცა არა, ასე ვთქვათ, არა მთავარ როლებში ჯერჯერობით, ვინაიდან ალბათ დამეთანხმებით, რომ პიოტრიანის გამარჯვება მერაბ დვალიშვილთან ძალიან აწია პიოტრიანის ავანსების ყველა დანარჩენთან შედარებით. მერაბს დიდად არაფერი არ დააკლა, რა თქმა უნდა, როგორ დააკლა, კამარი წაართვეს, მაგრამ ზოგადად მერაბი რომ მონსტრია, ამაზე წყალი, ამას ეჭი ამასთან დაკავშირებით თავის არში აქვს. ის კი არა საუბრობენ, მუდმივად საუბარი იმაზე რომ მერაბმა იჩქარა და ეს რომ ასე ვთქვათ ძალიან მალე არ იყო სრულფასოვან ფორმაში, მაგრამ ფაქტი ის არის რომ იანმა მოიგო და რა თქმა უნდა ყველა ტრიალებს მერაბიანის რემატჩის გარშემო, თუმცა უნდა ვთქვათ აქვე რომ მერაბ დვალიშვილის დასვენების შემთხვევაში და მერაბ დვალიშვილმა მე მინდა ყოველ შემთხვევაში რომ დაისვენოს, შეიძლება არ გამოვრიცხოთ რომ პიოტრიანს მოუწიოს ერთი ბრძოლის ჩატარება ერთხელ ქამრის დაცვა. მერაბმა მიიღო გარანტიები და ეს ასეც იქნება მერაბი როცა დაისვენებს, როცა განაცხადებს, რომ ის არის საბრძოლოდ აუცილებლად პირდაპირ სატილო ბრძოლაზე მიუშვებენ. უბრალოდ
არ ვიცი ამ დროს შეიძლება სულაც იანი აღარ იყოს ჩემპიონი, ან იყოს იანი ჩემპიონი, მაგრამ ერთი დაცვა უკვე მას კონდეს შესრულებული. ხაჯოს ამ ვარიანტში ბუნებრივია ეს ორი ბრძოლა, რომელიც მე ვახსენე და რომელიც იანვრის კარტში შედგება 24 იანვრის კარტში, ომალის სონგი და უმარი ფიგი პირდაპირ, ასე ვთქვათ, აქ უნდა ვეძებოთ იდეაში პიოტრიანის მომავალი მეტოქე, ბუნებრივია ამაზე არავინ არ მარადებს, რომ თუ მერაბი დაისვენებს რაღაც პერიოდი და თუ მანამდე სანამ მერაბის დასვენება გრძელდება, პიოტრიანი აიღებს ზოლას, უნდა მისი მეტოქე უნდა იყოს ან უმარი, ან ომალი და ეს ნამდვილად ასეა. მე ვფიქრობ, შეიძლება გადამწყვეტი იყოს იანის სიტყვა და თუ ასეა, ვფიქრობ იანი აერჩიოს ომალის. ვინაიდან ვფიქრობ, რომ მისთვის უფრო მარტივი მეტოქე, მარტივი ნამდვილად არ იქნება ყველაფერი შედარებით და ვამბობ უმარზე მარტივად შეიძლება ჩათვალოს თავად იანმა ომალი, თუმცა არაფერი არა ომალისთანაც გარანტირებული რა თქმა უნდა და გარდა ამისა კიდევ ერთი ფაქტორია ომალისთან ის წაგებული ბრძოლა, წაგებული ან წართმეული ბრძოლა, ბუნებრივია, ასე თუ ისე გულში ხინჯა დააქვს პიოტრიანს და სავარაუდოდ თუ მის არჩევანზე მივა საქმე, მას ამ ორ ბრძოლას შორის ალბათ ომალი ერჩივნება. აი შეიძლება მე რაბდოაჯის მე დაისვენებს მე მინდა რომ კარგად დაისვენოს მე არც არ მეჩქარება და სულაც ზაფხულშიც არ იბრძოლოს და ბავშვი შემოდგომაზე იბრძოლოს მე არაფერს პრობლემას ვერ ხედავ პირიქით კარგი იქნება რაც უფრო კარგად დასვენებული, კარგად ასე ვთქვათ დაფიქრებული, გაანალიზებული იქნება ყველაფერი და მენტალურადაც იქნება ის გასუფთავებული ასე ვთქვათ. მე სიმართლე გითხრათ ეს მირჩევდია. კი ბატონო, ამას გარდა აქ როგორც ვთქვით, ერთი მნიშვნელოვანი ბრძოლა ამავე ქარდზე არის არნო დალენი, ჟან სილვა. ეს მოდი აი ეს ბრძოლა ცოტა ხანი ამაზე არ ვისაუბრებ, ამ ბრძოლაზე და ასევე ორ მოთამაშეზე, იაირ როდრიგესზე და მერფიზე ვისაუბრებ მომდევნო ივენტზე რომ გადავალ და გადავდივართ უკვე მომდევნო ივენტზე, ვაშუქ ძალიან მალე იქნება 24 იანვრის ივენტის შემდეგ ერთ კვირაში უკვე გვაქვს ავსტრალიის ივენტი 31 იანვარს, სადაც ვოლკანოვსკი ხდება ლოპეს. უხდებით ხო, რატო გადავდე ეს ბრძოლა, ვინაიდან სწორედ აქ არის თავარი ბრძოლა საჩემპიონო ქვემ სუბუქ ზონაში. და მოდი ახლა გადავიდეთ და გავანალიზოთ რა ხდება ამ ზონაში. მაშინ ასე გადავედით UFC 325-ზე ავსტრალიაში, თავარი ბრძოლა ალექსანდრ ვოლკანოვსკი, დიეგო ლოპესი, ეს არის ქვემ სუბუქი ზონა. შეახსენებთ ეს არის რემატჩი პირველ ბრძოლაში დაამარცხა ვოლკანოვსკი მიქ ვაკანტურ ქამარზე, რომელიც ილიამ დატოვა. გამოაცხადა ვაკანტურად ქამარი. ვოლკანოვსკი და ლოპესი შეერკნენ ერთმანეთს ამ ქამრისთვის და გაიმარჯვა ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ, ჩაინიშნა რემატჩი, ძალიან მეც გაუკვირდა სხვათა შორის. და დიდად ვაღიაროთ, რომ მართლაც დიდად საინტერესო ბრძოლა შეიძლება არც არის. მე ვამბობ მაყურებლის ინტერესის კუთხით, რომ ბრძოლა შეიძლება წარიმართოს ძალიან საინტერესოდ. მაგრამ მეორე მხრივ თუ დაუკვირდებით, უნდა ვაღიაროთ, რომ ეს დივიზიონი, რომელიც კარგახანი იყო წამყვანი UFC-ში, ბოლო დროს ჩავარდა ცოტა კრიზისში და ამის მიზეზი არის პირველ რიგში ის, რომ დივიზიონი დატოვა ორმა, ასე ვთქვათ, ტოპ მებრძოლმა, ჩემპიონმა ილია თოფურიამ და ყოფილმა ჩემპიონმა მაქს ჰოლოვეიმ. დარჩა კი ბატონო ალექსანდრე დიდი, ალექსანდრე ვოლკანოვსკი, მაგრამ ეს ვოლკანოვსკის მოწყინდა ხა. ყველასთან მოწყინდა ერთი არა, მაგრამ მისი თავარი ასე ვთქვათ ოპონენტები აღარ არიან, პირველ რიგში მაქსი და ილია, რომელთაც წმინდა უშანსო წააგო ვოლკანოვსკიმ. შესაბამისად უკვე ისეთი მაინც ცოტა შესუსტა ეს დივიზიონი, მოდი ვთქვათ. პირველ რიგში შესუსტა იმიტომ, რომ რეალურად ესეთი კარგი და ისეთი კონტენდერი, აი ისეთი როგორც თაბის დროზე იყო ილია, რომელიც გამოჩნდა და ყველა ამას უყურებდა, აბარაც იზავს ილია. ასეთი ორგანიზაციას არ ყავს. კი, არის ლერონ მერფი, არის იაირ როდრიგესი, თუმცა მერფისში ჯერ მიხედვით იმისა, რომ ის შესანიშნავი რეკორდი აქვს ამჟამად, მაინც ჯერჯერობით მასში ვერ ხედავენ რაღაც ძალიან სერიოზულ ძალას, რაც შეიძლება იაირის მასში ხედავდნენ სერიოზულ ოპონენტს, თუმცა რამოდენიმე ძალიან ისეთი ბრძოლა წააგო იაირიმ და თან ისე წააგო, რომ ბევრს გაუწმილა, მოდი ასე ვთქვათ, იაირ როდრიგესმა. იმედები, თუმცა კი, არიან არნო დალენი, ჟან სილვა, რომელიც წინა ივენტზე, როგორც გითხარით, 24 იანვრის ივენტზე იმართება, მაგრამ აი ხსენებული მებრძოლები, არნო დალენი, ჟან სილვა, იაირ როდრიგესი და ლერონ მერფი ჩემი აზრით მაინც ცოტა უკან არიან და არ არის მათთვის ასე ვთქვათ მოხდენილი ამჟამად ყოველთვის მთავარი კონტენდერის
როლი. ამიტომ ჩემი აზრით ისე როგორც არასდროს 2026 წელს უკვე შეიძლება ითქვას რომ შეიძლება მოვიდეს ერთი მებრძოლის დრო, რომლის დროს თითქოს არასდროს არ მოდიოდა და თითქოს არასდროს არ მოვიდოდა. მოდით მე ვფიქრობ რომ უკვე დროა 2026 წელს სცენაზე გამოჩნდეს ოსარ ელოევი და მე მგონია რომ ასეც იქნება. მე საერთოდ არ გამოვრიცხავ რომ ვოლკანოვსკი ლოპესის ბრძოლის შემდეგ დაიწყეს ბრძოლა როგორ არ იმართება ბუნებრივია, მაგრამ მაგალითად ვოლკანოვსკი დაამარცხა დიეგო ლოპესი ვფიქრობ ძალიან დიდი ალბათობით წავა საუბარი ელოევის და ვოლკანოვსკის დაპირისპირებაზე. ბევრი შეიძლება არ მეთანხმება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე ვფიქრობ არნოლდ ალენი, ჟინ სილვა, დაი როდრიგესი და ლერონ მერფი განსაკუთრებით პირველი სამი ფიქრობ რომ ძალიან შორს არიან სატიტულო ბრძოლისგან. ყოველ შემთხვევაში თუ პირდაპირ ვოლკს არ დაუპირისპირებენ მოვსარელოებს ვფიქრობ რომ აი ალენი ჟინ სილვას შორის გამარჯვებულს ან ლერონ მერფის დაუშვათ დიდი ალბათობით დაუპირისპირებენ წელსვე 2026 წელს გულისხმობ მოვსარელოებს და გამარჯვების შემთხვევაში უკვე ელოები გავაკამარჯვენ. ნუ გამარჯვების შემთხვევაში თუ ვერ მოიგო და უბრალოდ თავისას ვერც გავა და თურმე არც ყოფილა გასასვლელი. ნუ ასეა თუ ისია მეტი პრინციპში ქვემს ფუნქციონალზე ალბათ შესაუბრო არ გვაქვს, იმიტომ რომ საკმაოდ ვერ ვიტყვი რომ ძალიან საინტერესო მიმდინარეობს აქ მოვლენები და კარგი ბიჭია თითქოს ლერონ მერფი დაუმარცხებელია, მაგრამ ჯერ ისეთი ცეცხლოვანი გზა და ცეცხლოვანი ოპონენტები არ გამოუვლია, როგორიც დაუშვათ იგივე თუნდაც არნოლდ ალენს, ჟინ სილვას ან დაი როდრიგეს. აი იმ ტესტებს, რომლებიც ამ სამმა მებრძოლმა გაიარეს, ჩააბარეს თუ არა ცალკე თემა, რამდენად გაივლის ლერონ მერფი არ ვიცი. მოკლედ ეს იყო სულ პრინციპში ეს იყო სულ ქვემს ფუნქციონალზე, მე მგონი ქვემს ფუნქციონალზე მეტი საუბარი არ ღირს ამ ივენტზე, ავსტრალიის ივენტზე იმართება ფიზიევი რუფის ორთაბრძოლა, საინტერესო ორთაბრძოლა, თუმცა ვფიქრობ ფიზიევი და რუფი საკმაოდ უკან არიან ფუნქციონის სხვა კონტინენტებზე. შეახსენეთ აქ ჯერჯერობით იზრდებს ილათოფურია, სატიტულო ბრძოლისთვის დროებით გამრისთვის იბრძოლებენ გეიჯი და პიმლეტი, ამაზე ვისაუბრეთ, თუმცა აი ამ ქარდზე, ავსტრალიის ქარდზე ასევე იმართება ბრძოლა დენ ჰუკერი, ბენუა სენდენი, რომელსაც გარკვეულწილად შევეხე. სენდენიზე როგორც ვსაუბრობდი, მოკლედ მოგების შემთხვევაში სენდენი მიდის ან პარიზში ან ლონდონში წაგებულ პიმბლეტთან შესახვედრად, თუ პიმბლეტმა წააგო გეიჯისთან, ან თეთრსახში გეიჯისთან შესახვედრად, თუ გეიჯიმ წააგო პიმბლეტთან. ბუნებრივია. აი რაც შეეხება იმან თუ წააგო სენდენი და მოიგო ჰუკერმა, მაშინ დენ ჰუკერი დიდი ალბათობით მიდის თეთრსახში წაგებულ გეიჯისთან საბრძოლოდ, იმიტომ რომ თეთრსახისთვის შვენიერი ბრძოლა იქნება ამერიკელი გეიჯი და ახალზელანდიელი დენ ჰუკერი, ან ჰუკერისთვის არის, არის ის ვარიანტი, რომ ჰუკერი წავიდეს და შეხვდეს იგივე წაგებულ პიმბლეტს, თუ პიმბლეტმა წააგო იმ ბრძოლაში. თუმცა ჰუკერს ჩემი აზრით კიდევ ერთი ვარიანტი აქვს. მაქსსა და ჰოლოვეის შორის წაგებულთან შეხვედრა. ბოდიში მაქსსა და ოლივეირას შორის წაგებულთან შეხვედრა. ეს ვარიანტიც არის დენ ჰუკერისთვის. პრინციპში აქ ამ ივენტზე მეტი სასაუბრო არ აგვაქვს. ყოველ შემთხვევაში მე მგონი მსუბუქი წონის განვითარება როგორ შეიძლება მოხდეს, მე მგონი გავიარეთ უკვე დეტალურად, რამდენი ვარიანტი უნდა შეიძლება მოხდეს და აღმოჩნდა რომ შვენივრად მიდის აქ საქმე და არ მოვიწყეთ მსუბუქ წონაში, ეს ასე ვთქვათ აბლაბუდას ქსელი შვენივრად აქვს სხვადასხვა მიმართულებით დაქსახსული UFC-ს, თუ ასე აქვს. ყოველ შემთხვევაში ძალიან ლოგიკურია და ძალიან კარგი და საინტერესოა ის ყველაფერი, რაც მე ასე ვთქვათ აქ ვიცინასწარმეტყველე. არ უნდა მოვიწყინოთ, რაც შეეხება მსუბუქ წონასთან დაკავშირებით, თან ძალიან კარგია რომ აქ ჩართულია ძალიან ისეთი მთელი მსოფლიოს მიმართულებით MMA-ის მოყოლები იქნებიან ჩართულები, ვინაიდან იქ არის ინგლისელებს თავის ინტერესები აქვს, ფრანგებს თავის ინტერესები აქვს, იქ სამხრეთ ნახევარსფეროში აქვს ინტერესები და ამერიკელებზე უკვე აღარ ვსაუბრობ და სხვათა შორის ქართველებსაც გვაქვს ის ინტერესები ბუნებრივია. ეს რაც შეეხებოდა ამ კარტს. შემდეგი ივენთი უკვე სხვათა შორის აი აქ შეიძლება მაგალითად ყოფილიყო რომელიმე
კომპანიის სახელი. ან სულად შეიძლება ყოფილიყო არა ჭიქა მაგალითად, არამედ რაღაცა სასმელი, რომელიმე ბრენდირებული სასმელი, რომელიმე ბრენდი. ხო, ნუ არ ვიცი, რას უყურებს ეს ხალხი, არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჯერ კიდევ არის დრო და გამგება გაიგოს. ჩვენ კი გავაგზელოთ სვლა MMA-ის, ასე ვთქვათ, აბლაბუდას ქსელში. მომდევნო ივენთი გვაქვს Fight Night-ის ივენთი, მთავარი ბრძოლა მარიო ბაუტისტა, ვინისიუს ოლივეირა. ნუ გამარჯვების შემთხვევაში ვინისიუს ოლივეირა შედის ტოპ-10-ში, სუპერსულგზონის ტოპ-10-ში. და ნუ პრინციპში მეტი შეიძლება არაფერი არ ვთქვათ ვინისიუსზე, იმიტომ რომ ამ ეტაპზე მისი მიზანი ეს არის. რაღაცა სერიოზული სიახლოვე სადიტულო ბრძოლასთან, რა თქმა უნდა, ჯერ ძალიან ადრეა, იმიტომ რომ ვისაუბრეთ ჩვენ აქ ძალიან დაძაბულია ვითარება და მსხვილი მოთამაშეები თამაშობენ იქ მერაბდვალიშვილი, პიოტრიანია ჩემპიონი და არანაკლებ მსხვილი მოთამაშეები არიან უმარი, ომალი, რომელსაც ასევე ბრძოლები აქვს ფიგისთან და სონგთან. ეს ხო და ამიტომ ვინისიუსი გამარჯვების შემთხვევაში უბრალოდ შედის ტოპ-10-ში და ელოდება მეტოქეს. რაც შეეხება ბაუტისტას მოგების შემთხვევაში, ჩემს აზრით ბაუტისტას მოგების შემთხვევაში არაფერი არ იცვლება, ბაუტისტა უკვე არის ისედაც ტოპ-10-ში და ვფიქრობ მომდევნო ბრძოლა ბაუტისტას იქნება უკვე პეიტონ ტალბოტთან. ნუ დიდი შანსია იყოს პეიტონ ტალბოტთან და ნუ მომდევნო გამოცდა მცდელობა ტოპ-10-ში შესვლისა კონდეს უკვე პეიტონ ტალბოტს, იმიტომ რომ მე მგონია რომ ბაუტისტამ ამოწურა თავისი რესურსი UFC-სთვის, ანუ თვითონ კი აქვს შეიძლება ბევრი პრეტენზიები და რაღაცა მიზნები, მაგრამ მე არ ვფიქრობ რომ მასზე კლავ სერიოზულ სონებს დებდეს თვითონ UFC-ის ხელმძღვანელობა. მე მგონი ხედავენ რომ ბაუტისტა მაინც ასეთ უცე ლიმიტირებული მებრძოლია და ის რასაც მიაღწია ბაუტისტამ მე ვფიქრობ ეს არის მისი მაქსიმუმი და ვფიქრობ იგივენაირად ფიქრობს UFC-ც. თუმცა დავანებოთ ბაუტისტას თავი. კიდევ ერთი საინტერესო მიმართულება შეიძლება ამ ბრძოლისა იყოს ის, რომ აქ მოგებული, არ აქვს მნიშვნელობა ბაუტისტა ეხება ვინისიუსი, დიდი შანსია რომ აქ მოგებულს ასევე შეხვდეს. ნუ ერთი როგორ ვთქვით, პეიტონ ტალბოტი, მაგრამ პეიტონ ტალბოტი ალბათ შეხვდება უფრო ბაუტისტას, ბაუტისტა თუ მოიგებს, იმიტომ რომ ვინისიუსი პეიტონ ტალბოტი მე მგონი ჯერ ადრე ერთმანეთს დააჯახონ. მაგრამ აი თუ მოიგებს ვინისიუსი, აქ უმარსა და ფიგის შორის დამარცხებული და უმალისა და სონგ შორის დამარცხებული შეხვდებიან სწორედ აქ გამარჯვებულ ვინისიუსს თუ ვინისიუსს რომ მოიგო და პეიტონ ტალბოტს. რაც შეიძლება იყოს სხვა მხრივ იგივე ამ მებრძოლების, ასე ვთქვათ, წინსვლის საკმაოდ კარგი შანსი, იმიტომ რომ მოგების შემთხვევაში არ აქვს შეიძლება დაუშვათ თუ ფიგი მწააგო და ფიგის თუ მოუგო რომელიმე ვინისიუსმა ან ტალბოტმა უკვე მყარად არიან ტოპ-10-ში. ან იგივე პირისთვის სონგს თუ მოუგო ნებისმიერმა. მოკლედ, ამ ორი მებრძოლისთვისაც საკმაოდ კარგი პერსპექტივები გამოჩნდა ვინისიუსსა და პეიტონ ტალბოტს გულისხმობ. პერსპექტივები მხრივ რა თქმა უნდა თვითონ მოიგონის ბრძოლები. ხუმებრივი არავინ არაფერს არ აჩუქებს. ეს რაც შეეხება ამ ბრძოლას, კომეინი ამ ივენტზე არის, შეგახსენებთ, ეს ივენტი არის თარიღის ზუსტად თებერვლის პირველი ივენტი, კი 7 თებერვლის ივენტია. აქ თანამთავარი ბრძოლა არის ამირ ალბაზი, კიოჯი ჰორიგუჩი და მივედით ძალიან საინტერესო უმცუბუგეს წონაზე. უმცუბუგესი წონა ერთ დროს იყო ძალიან ისეთი კრიზისული უბრალოდ იმიტომ რომ ბევრი კარგი მებრძოლი არის, ბევრი უმაღლესი დონის მებრძოლი არის. იყვნენ უმაღლესი დონის მებრძოლი, ოღონდ ცოტანი იყვნენ და ერთმანეთს ხვდებოდნენ, იმიტომ რომ მეტი არავინ არ იყო. დანარჩენებთან დიდი სხვაობა იყო დონეში. მაგრამ დღესდღეობით გამოსწორებული აქვს სიტუაცია და თუ დავაკვირდებით ძალიან საინტერესო შეიძლება განვითარდეს მოვლენები ამ დივიზიონში. მოგეხსენებათ ახლახან დაკარგა კამარი პანტოჟამ, ძალიან ისე უიღბლობა დაემართა მას. რა ხდება ალბაზი ჰორიგუჩის შემთხვევაში? ჰორიგუჩის გამარჯვების შემთხვევაში აქ გვაქვს ორი ვარიანტი. თუ გადაწყდა რომ პანტოჟა და ვენი რემატჩი უნდა შეხვდნენ ერთმანეთს, ჩემი აზრით აქ ჰორიგუჩის გამარჯვების შემთხვევაში შეიძლება შედგეს გარკვეულწილად აი ნახევარფინალები. ანუ ტაირა, მანელკაპე, ჰორიგუჩი აქ გამარჯვების შემთხვევაში მეორე და შემდეგ ვისაუბრებთ მორენო ალმაბაევს შორის გამარჯვებული, აი ამ 4 მებრძოლს შეიძლება გათამაშდეს გარკვეულწილად ნახევარფინალების პრინციპი, ანუ 4 არიან, დაწყვეტდნენ შეხვდნენ ერთმანეთს და შემდეგ გამარჯვებულები შეხვდნენ ერთმანეთს. მით უმეტეს იქიდან გამომდინარე, რომ ვენი პანტოჟასთან ბრძოლაში პანტოჟას გამარჯვების შემთხვევაში, რაც საკმაოდ მოსალოდნელია,
სულაც შეიძლება მესამე ბრძოლა ჩაინიშნოს მათ შორის, ვინაიდან კი გასაგებია იქ ხელი მოტყდა პანტოჯას, მაგრამ ასე თუ ისე გამარჯვება ფაქტია რომ დარჩა ვენს და თუ პანტოჯამ მოიგო, იქ შეიძლება იყოს საუბარი მესამე ბრძოლაზე, ამიტომ აქ შეიძლება ეს ნახევარფინალები გათამაშდეს იმისთვის, რომ უკვე საბოლოოდ პირველი კონტენდერის ვინაობა გადაწყდეს, რომელიც შეხვდება საბოლოოდ ამ პანტოჟა ვენს შორის საბოლოოდ გამარჯვებულს გამრისთვის. აი მეორე ვარიანტი, თუ როგორც დაანონსეს პანტოჟამ დიდი ხანი უნდა ჯოროგანმა რო უთხრა შეიძლება დაისვენო გინდა თუ არაო და თუ საუბარი არის ნამდვილად და თუ ასე მოხდა რომ ჯოშუა ვენს უკვე შეახვედეს დასრულოთ აი რა გამარჯვე მაშინ ცოტა სხვანაირად ვითარდება მოვლენები ნახევარფინალი აღარ გამოდის მაშინ ჰორიგუჩი ძალიან დიდი ალბათობით კიდევ ერთხელ გამოვიდა ალბაზის დამარცხების შემთხვევაში ჰორიგუჩი ძალიან დიდი ალბათობით შეხვდება მანელ კაპეს და ისინი გაითამაშებენ უკვე შემდეგი კონტენდერის ვინაობას და თუ იქ ტაირამ დაამარცხა ვენი და აკი ჰორიგუჩიმ დაამარცხა კაპე ელოდეთ ივენტს ტოკიოში. ან ტოკიოში ან კიოტოში ან სადმე ნებისმიერ იაპონურ ქალაქში აუცილებლად გააკეთებს UFC ივენტს იქ ორი საერთო ბრძოლაში თუ ორი იაპონელი დაუპირისპირდა ერთმანეთს. ხო, აქ შეიძლება მკითხოთ რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ ალბაზი ძლევს ჰორიგუჩის და სწორ არ არის გამორიცხული, რომ ალბაზი ერთ-ერთი ყველაზე უხერხული შეიძლება იყოს ჰორიგუჩისთვის, ალბათ ფავორიტი მაინც ჰორიგუჩი იქნება, მაგრამ ვფიქრობ ჰორიგუჩისთვის ალბაზიზე ბევრად მარტივი იქნებოდა ყველა დანარჩენი კონტენდერი, ასე მგონია ყოველ შემთხვევაში. თუ ალბაზი მოიგო, ნუ ჩემი აზრით შეხვდება აი მომდევნო შემდეგ კიდე ამ ვიდეოში რო ვისაუბრებთ მორენო ალმაბაევს შორის გამარჯვებულს. მე ასე მგონია რომ ალბაზის პირდაპირ ძალიან ახლოს ჯერ ტიტულთან არ მიუშვებენ, იმიტომ რომ საკმაოდ ბევრი ბრძოლა ჩაშალა ალბაზიმ და ვფიქრობ ცოტა უფრო მეტ გამოცდას ჩაუნიშნავენ მას. ეს რაც შეეხებოდა ამ ივენტს და როგორც უკვე დავადგინეთ ძალიან საინტერესო ბრძოლები შეიძლება ნებისმიერ შემთხვევაში ესეც რომ არ გამოვიდეს, ხედავთ რომ აქ არიან ტაირა, აქ არის კაპე, აქ არის ჰორიგუჩი, ალბაზი, მორენო, ალმაბაევის ბრძოლა გველოდება და ბუნებრივია ეს ხო არიან კიდე იქ არ დაგავიწეს პანტოჟა და ჯოშუა ვენი და ნუ აქ მოკლედ მთელი წლის განმავლობაში საინტერესო ბრძოლები არ გამოგველება და საინტერესო თამაში მიდის უმსუბუქეს წონაში, მოკლედ ეს წონა ძალიან გამოგვიცობს და რაც ძალიან კარგია. მომდენო ივენთი ამის შემდეგ გველოდება რა, ისევ Fight Night-ის ივენთი, ივენტს მას პინძლობს ტეხასი და თავარი ბრძოლა საშუალო წონაში შონ სტრიკლენდი ენტონი ჰერნანდესი. აქ ჩემი აზრით ყველაფერი არის ძალიან ნათელი. თუ შევხედავთ რეიტინგს, მივხვდებით რომ პრინციპში ძალიან დიდი თავსატეხი არავის არ აქვს. შეგახსენებთ აქ ჩემპიონი არის ხამზად ჩიმაევი, ოღონდ ხამზად ჩიმაევმა განაცხადა რომ მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ნუ ყოველ შემთხვევაში მან უნდა დაისვენოს, რაღაც პაუზა აიღოს. პირველი კონტენდერი არის დრიკუს დუპლესი, ვისაც წაართვა ჩიმაევმა ქამარი, მეორე კონტენდერი შეგახსენებთ არის ნასრუდინ იმავოვი და სწორედ მესამე და მეოთხე კონტენდერები არიან ხსენებული შონ სტრიკლენდი და ენტონი ჰერნანდესი. ამიტომ ჩემი აზრით აქ ყველაფერი ნათელია. შონ სტრიკლენდსა და ენტონი ჰერნანდესის შორის გამარჯვებული აუცილებლად უნდა შეხვდეს ნასრუდინ იმავოვს დროებით ხამარზე. დამთავრდა. ვინმე შეიძლება თქვას რომ დროებით ხამარზე რატო არ უნდა იბრძოლოს დრიკუს დუპლესიმ, რომელიც პირველი კონტენდერია, ბუნებრივია ჩემპიონი იყო და ერთი ჩამოქვეით და მაგრამ ალბათ დამეთანხმება თვითონ UFC-ც რომ არავითარ შემთხვევაში ასეთი წაგებაც არის და წაგებაც მეგობრებო. დრიკუს დუპლესიმ ისე წააგო რომ მინიმუმ ერთი ბრძოლა მაინც და ერთი ბრძოლა შეიძლება არ იყოს, ორი ბრძოლა მაინც მას სჭირდება. კარგად ჩაატაროს რომ მე მიცენ ისევ სადღაც ბრძოლა. ჩემი აზრით დროებით ხამარზე არ აჩხუბებენ დრიკუს დუპლესის. და შესაბამისად დროებით ხამარზე ერთი აუცილებლად უნდა იყოს დასრულებული იმავოვი და მეორე აგერ ბატონო ხდებიან ჰერნანდესი და სტრიკლენდი და მათ შორის გამარჯვებული შეხვდება იმავოვს დროებით ხამარზე. ნუ ესეც პრინციპში ამ ივენტზე რა შეიძლება კიდევ ვთქვათ, მე მგონი აქ ბევრი საინტერესო ბრძოლა. ხო, არაფერი ისეთ საინტერესო არ არის, აქ არის ბრძოლა, ნუ ბატონო, ჯეფ ნილი, კევინ ჰოლანდი. ნუ ვინც არ უნდა მოიგოს, მე არ მგონი აქ რაღაცა კონტენდერობაზე იყოს საუბარი, მოკლედ ეს იყო და ეს. მოვჭით ამ ივენტსაც და გადავდივართ მომდევნო ივენტზე, ისევ Fight Night-ის ივენტი, მექსიკა. მექსიკაში ვართ მეგობრებო და მთავარი ბრძოლა გვაქვს ბრენდონ მორენო, ასუ ალმაბაევი. ამ უმსუბუქეს წონა
ისევ, აქ პრინციპში ჩვენ ვისაუბრეთ, ხო, მე მგონი ყველაფერი, რომ ეს ბრძოლას და ამ ბრძოლაში გამარჯვებულიც, ასე თამაშობს აი იმ დიდ თამაშებში, რომელიც 2026 წელს ველოდება უსუბუქეს ზონაში და თუ დაგავიწყდეთ შეგიძლიათ ცოტა გადაახვიოთ და ნახოთ იქ რაზე ვისაუბრეთ. პრინციპში აქ არაფერს ასაუბრო არ გვაქვს, მორენო ალმაბაევის პერსპექტივები ჩვენ განვიხილეთ უკვე განსაკუთრებით გამარჯვებულის პერსპექტივები ამ ბრძოლაში და უკვე მივედი დასკვნამდე რომ 2026 წელს ძალიან საინტერესო თამაშები ველოდება უსუბუქეს ზონაში. ერთადერთი რაც აქ ჩემთვის საინტერესო იქნება თუ ამ ქარტს დაემატება, ვფიქრობ დროა გამოჩნდეს უკვე იაირი როდრიგესიც, მით უმეტეს ეს ქარტი შეახსენეთ არის მექსიკაში და ვფიქრობ არ იქნება უვიგო თუ იაირი როდრიგესის ბრძოლაც ჩაინიშნება. აი ვისთან აქ არ ვიცი, ბევრი ვარიანტია, იმიტომ რომ აქ ქვემსუბუქ ზონაში დაკავებული ბევრი მებრძოლი არ არის უკვე, ვოლკანოვსკი, ლოპესი გასაგებია, არის დაკავებული კიდევ მეტნაკლებად ჟინ სილვა და არნოლდ ალენი, ეს არის და ეს, იაირი როდრიგეს შეუძლია ბევრი მეტოქე გამოუნახონ. სხვა შორის აქვე არის შეგახსენებ იუსუფ ზალალი, სხვათა შორის რატომაც არა, იუსუფ ზალალი იაირი როდრიგესიც იქნებოდა ძალიან საინტერესო ბრძოლა, თუმცა ეს ჯერ არ ჩანიშნულა და არ ვიცით რამდენად ჩაინიშნება. გადავედით მომდევნო ივენტზე და ბოლო ივენთი გვაქვს განსახილველი, დანარჩენ ამის შემდეგი ივენთები უკვე ფაქტობრივად ქარდის არ ვიცით, ციფრებია ჩანიშნული. მთავარი ბრძოლა და ყველაზე საინტერესო ალბათ ამ ბრძოლაზე ვისაუბრეთ პრინციპში ძირითადად ეს არის მაქს ჰოლოვეი, ჩარლზ ოლივეირა. ხო, ძალიან საინტერესო მოვლენა და მიაქციეთ ყურადღება რეიტინგს. სუბუქის ზონა ბუნებრივია გახსოვთ ალბათ, სუბუქის ზონაში ჩემპიონი მოიხსენებათ არის ილია თოფურია, რომელიც ისვენებს. პირველი კონტენდერი არის არმან სარუკიანი, მეორე კონტენდერი არის ჩარლზ ოლივეირა, მესამე კონტენდერი არის მაქს ჰოლოვეი და მეოთხე კონტენდერი ჯასტინ გეიჯი და მეხუთე კონტენდერი პედი ბილნეტი. ანუ რა ლოგიკაა, ვერ ხვდები. დროებით კამარზე წარმოიდგინეთ, იბრძვის ორი მებრძოლი, არც პირველი ნომერი, არც მეორე ნომერი, არც მესამე ნომერი. მეოთხე და მეხუთე ნომერი. ეს რაც გიჟე გამოიგონეს. აი რატომ არ ჩაინიშნა დროებით კამარზე, მაგრამ ეს ბრძოლა, ხო? ეს ხო უფრო ლეგიტიმურია. ილია თოფურია ისვენებს. არმან სარუკიანი პირველი კონტენდერია, მაგრამ კარგი დასჯელია თუ რა და არაძლევ პრინციპულად არმან სარუკიანს, კი ბატონო, არაძლევ. მეორე და მესამე ხო არიან ოლივეირა და მაქს ჰოლოვეი. არის. კარგი, ეს ისე ასე ვთქვათ, კლასგარეშე ლიტერატურა. რაც გვაქვს ის გვაქვს. ოლივეირა და მაქს ჰოლოვეი იბრძვიან BFF კამპისთვის. თუმცა ამავე დროს BFF-ის გარდა, მებრივია ბრძოლა არის სუბუქ ზონაში და რა თქმა უნდა, ბრძოლაში გამარჯვებულს გარკვეული დივიდენდები უნდა კონდეს გარდა იმ BFF-ის კამპისა, რასაც ბუნებრივია მიიღებს. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ მათ შორის გამარჯვებული ხდება კონტენდერების რიგში პირველი, ანუ თუ დაუშვათ დროებით ჩემპიონი ხო გახდება ან პიმბლეტი, ან გეიჯი, მის შემდეგ ტიტულზე ცალსახად უნდა იყოს, ასე ვთქვათ, პრეტენზიები უნდა ქონდეს ამ ბრძოლაში გამარჯვებულს. იმიტომ ამბობ ასე ბუნდოვნად, რომ ჩვენ არ ვიცით ილია თოფურიას ეგრევე შეხვდება დაუშვათ დროებითი ჩემპიონი ვინც იქნება თუ დაუშვათ თუ ილია თოფურია უფრო მეტი ხანი ისვენებს, შეიძლება სულაც მოხდეს ისეთ იგივე როგორც წელს მოხდა, წელს თუ შარშან მოხდა მძიმე ზონაში, როცა დროებითი კამარი დაიცვა ასპინალმა და დაუშვათ შეიძლება დროებითმა ჩემპიონმა დაიცვას თავის დროებითი კამარი და თუ დაიცავს, მაშინ უნდა დაიცვას სწორედ მაქს ოლივეირას შორის გამარჯვებულთან. ან არის მესამე ვარიანტი ჩვენთვის უფრო ცუდი ვარიანტი თუ დიდი ხანი ისვენებს ილია და უბრალოდ ვაკანტურად გამოცხადდა კამარი, მაშინ სულაც იგივე ეს დროებით ჩემპიონი ვინც იქნება, ან გეიჯი, ან პიბლეტი, უნდა შეხვდეს შესაბამისად მაქს ჰოლოვეისა და ოლივეირას შორის გამარჯვებულს ვაკანტურ კამარზე. მოკლედ, ასე თუ ისე ეს ბრძოლა გარდა იმისა, რომ არის BMF კამარზე, ისედაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ძალიან უახლოვდება სადღაც ბრძოლას ამ ბრძოლაში გამარჯვებული. რაც შეეხება წაგებულს, ვინ შეიძლება იყოს, რა შეიძლება ელოდეს ამ ბრძოლაში წაგებულს. პრინციპში ამ ბრძოლაში წაგებულს აქვს ორი ვარიანტი, იქნა გამომდინარე ორივე ღვაწლმოსილი და ძალიან ისეთი ავტორიტეტიანი მებრძოლები არიან. წაგებულს თავის სურვილის მიხედვით შეუძლია დაისვენოს, ან შეუძლია სულაც იმაზე, რა ქვია, თეთრი სახლის ქარზე იბრძოლოს ჯასტინ გეიჯის და თუ ჯასტინ გეიჯი დამარცხდა პედი პიმბლეტთან.
იმიტომ რომ ჯასტინ გეიჯის ოპონენტად თეთრ სახში მაქს ჰოლოვეიც გამოდგება, რომელიც ჰავაიელია, მაგრამ ჰავაი ამერიკის შეერთებული შტატებია და ამერიკელია და პრინციპში ოლივეირას გამოდგება, ვინაიდან კი ოლივეირა ბრაზილიელია, მაგრამ დიდი ხანია ამერიკის შეერთებულ შტატებში და ძალიან კარგად იცნობს მას ამერიკელი მაყურებელი და ჯასტინ გეიჯის გულშემატკივრობა ოლივეირას წინააღმდეგ თეთრ სახში ნამდვილად მისაღები იქნება მათთვისაც და საკმაოდ გაყიდვადი ბრძოლა დამეთანხმებით ალბათ თეთრი სახლისთვის. ნუ პრინციპში ეს იყო ჩვენ მოდი ასე ვთქვათ რომ დეტალურად გავიარეთ რა შეიძლება ველოდოთ უმსუბუქეს ზონაში და ძალიან საინტერესო რაღაცები შეიძლება დატრიალდეს სუპერ ზონაში სადაც ასევე ბევრი ვისაუბრებ და ბევრი ბრძოლა შეიძლება შედგეს რა თქმა უნდა ხა რასაც მე ვსაუბრობ ეს ერთ-ერთი რთულია დაემთხეს მაგრამ ის ბრძოლები და ის სახელები და ის წყვილები რაც მე ჩამოვთვალე ძალიან დიდი ალბათობით შეიძლება ზუსტად იმ დროს არ არის როგორ რაზეც ჩვენ ვიცი დასამეთქოლეთ მაგრამ დიდი შანსია ამ ბრძოლებს ეს ბრძოლები შედგეს 2026 წელს ვისაუბრეთ როგორც გითხარით უკვე სუპერფუნქციონალზე ნუ ვისაუბრეთ პრინციპში ქვემსუბუქციონალზე სადაც ნუ მეტნაკლებად ცოტა მოწყენილობა მაგრამ და ამიტომ საჭიროა იქ გამოჩნდეს მიძინებული მოვსალევლოები ჩემი აზრით და მე ვფიქრობ რომ გამოჩნდება ნუ სუბუქციონალზე ძალიან ბევრი ვისაუბრეთ და აქ ძალიან დახუძულია მოვლენები აქ ზოლა ოლივეირასა და ჰოლოვეის შორის დროებით იქამრის ზოლა ჯასტინ გეიჯი ხო ის BMF კამარზე დროებით კამარზე ჯასტინ გეიჯი პედი პიმლეტი აქვე არის დენ ჰუკერი აქვეა ბენოა სენდენი და ნუ არმან სარუკიანიც ელოდება რაღაცას არ ვიცით რას ვისაუბრეთ პრინციპში სასვალო ზონაში სადაც ძალიან მარტივად დაალაგდა ყველაფერი შონ სტრიკლენდსა და ენტონი ჰერნანდესის შორის გამარჯვებული ძალიან დიდი ალბათობით შეხდება დროებით კამარზე ნასრუდნიმაოვს და დაგვრჩა პრინციპში სამი დივიზიონი ხო ქალთა MMA-ზე პრინციპში ვისაუბრეთ აქ როგორც გითხარით დიდად საინტერესო დივიზიონ არ გავივლით თავარი საინტერესო აქ არის ის ტრიო კაილა ჰარისონი ამადანონეში ვალენტინა შევჩენკო რომელთა შორისაც შეიძლება ეს განვითარდეს სამკუთხედი არ ვიცი თუ შემოგვიერთს და დაგოდად იჩება ძალიან კარგი თუმცა ამის შანსი ალბათ ცოტა და დაგვრჩა პრინციპში მამაკაცების MMA-ს თუ დაუბრუნდეთ სამი დივიზიონი ეს არის ქვესაშუალო დივიზიონი სადაც ისლამ მახაჩევია ჯოჯოების ჩემპიონი და ამ დივიზიონზე ნუ ბრძოლები არ არის ჩანიშნული ამიტომ ბევრს ვერ ვისაუბრებთ მაგრამ მოთამაშეები ძალიან ბევრი არიან და აქ ბევრნაირი ბრძოლა შეიძლება დაალაგდეს რეაქციით ყოლებ შავკატ რახმონოვია განგარია მაიკ მორალესია კარლოს პრატესი იქვე არის კი წააგეს მაგრამ მაინც იქვე არიან ის შონ ბრეიდი ბელალ მუჰამედი არ დაგვავიწყდეს დელა მადალენა არ დაგვავიწყეს ლეონ ედვარდსი და არ დაგვავიწყეს რომ მოვიდა იაროსლავ ამოსოვი ამ კამპანიას ეს კაცი საკლდა და მოკლედ აქ როგორც უნდა დაწყვილდეს ძალიან საინტერესო მოვლენები გველოდება ქვესაშუალო ზონაშიც მოკლედ ძალიან გამოცოცხლა UFC-ის დივიზიონები ერთადერთი რაც ნუ არ ვიცი რამდენად შეიძლება გამოცოცხლებული უწოდოთ ქვემძიმე ზონას მოდი ვაღიაროთ რომ ქვემძიმე ზონაში მაინც ისევ კრიზისია ცოტა უკეთესი სიტუაცია, იმიტომ რომ რამოდენიმე ძალიან მაღალი დონის მებრძოლი გამოჩნდა, რამოდენიმე არა პრინციპში მოდი ვთქვათ, რომ პრინციპში 2-3. ნუ უნდა ვთქვათ, რომ ძალიან მაგარი ჩემპიონი ყავს ამ დივიზიონს, ალექს პერეირას სახით, აქ შემთხვევითი ტიპები ჩემპიონები ვეღარ ხდებიან, როგორც 1-2 წლის წინ იყო. პირველი კონტენდერიც არის ძალიან ანგარის გასაწევი და ძლიერი, მაგომედ ანკალაევის სახით, რომელიც უბრალოდ ყოფილი ჩემპიონია, ჩემპიონიც იყო და ნუ ამ ორს პრინციპში მაინც პროხასკაც დავუმატოთ, რომელიც ძალიან კრეატიული, საოცრად კრეატიული მებრძოლია და არ შეიძლება. როგორ არის ჟირი პროხასკას კი აქვს ხვრელები მის MMA-ში და შეიძლება პროხასკა დაამარცხონ, გაუჭირდება სიტყვაზე ანკალაევთანაც და პერეირასთანაც, მაგრამ ისეთი კრეატიულია, რომ ნებისმიერი მებრძოლის დამარცხებაც არ გაგვიჭირდება. ასე რომ ჟირი პროხასკასაც მივათვლი და მე ვფიქრობ, რომ ამ სამში უნდა გათამაშდეს. იტრიალოს ასე ვთქვათ კამარმა ნუ ვინმე შეიძლება თქვას რომ რატომ არა კარლოს ულბერგი შეიძლება მაგრამ პრინციპში მე უბრალოდ რატომღაც კარლოს ულბერგის ამწამს სიმართლე გითხრა და დაგჭა ერთი წონა ძიმე წონა სადაც პრინციპში არაფერი არ ხდება ახალი ყველა ელოდება როდის მოიჩენს თვალს ტომას სპინალი და როდის დაუპირისპირდება
მას რა ქვია სირილ განს რემატჩი რა ხელმეორედ როდის შეხვდებიან ერთადერთი ვინც შეიძლება ამ ჭიდილში ჩარეულიყო და ვინც ასევე ვთვლი რომ ძალიან მაღალი დონის მებრძოლია ამ დივიზიონში UFC-ში ეს არის ვოლკოვი მაგრამ უბრალოდ ვოლკოვის შემთხვევაში ის აფუჭებს საქმეს რომ ამ ორივესთან წაგებული აქვს სირილ განს და სულაც ორი კი იქ ერთი ბევრი თვლის რომ ძალიან საკამათო იყო მაგრამ მეორე ხო წააგო ხო და აი ეს არის ცოტა ცუდი რაც ვოლკოვის ასე განხილვას აქ მესამე მოთამაშეც ცოტა ხელს უშლის. დანარჩენები პავლოვიჩი, კურტის ბლეიცის, სხვადასხვა გულიმწყება კურტის ბლეიცის თავის სტილიდან გამომდინარე. ნებისმიერი დამარცხება შეუძლია, მაგრამ ძალიან პასიურობს. ერთადერთი ვინც ძალიან საინტერესოა და წელი ქონდა ფანტასტიკური 2024 წელი ეს არის ბუნებრივია ვალდო კორტეს აკოსტა მაგრამ რაღა დაგიმალავდა ძალიან დიდ პატივს ვცემ ვალდო კორტეს აკოსტას მართლაც ძალიან კარგი ბიჭია საოცარი წელი ქონდა მაგრამ მე ვფიქრობ რომ სირილ განთანაც და მასთანაც რა ქვია მithumedes ტომას პილდათანაც მე ვფიქრობ შანსი არ აქვს ვალდო კორტეს აკოსტას და ვერ განვიხილავ მას ტიტულზე მოთამაშეთ ხო არის კიდე ორი სახელი რომელიც შეიძლება ძინოწონასთან ასოცირდებოდეს ასე თუ ისე თუმცა არ ვიცი რამდენად შეიძლება ასე ვთქვათ გამოჩნდნენ ისინი ბუნებრივია ერთი არის ჯონსი და ჯონსის გამოჩენასაც დიდად აზრი არ აქვს ამ შემთხვევაში იმიტომ რომ ჯონსის გამოჩენას რა შეიძლება მოყვეს ხო სირილ განს მოუგებს ნებისმიერ შემთხვევაში ჯონსი ტომას პინალს არ შეხვდება არც ეს შემთხვევაში ჯონსი და აბა არ ამოჩნდება და შესაძლოა აზრიც არ აქვს ჯონსის გამოჩენას ერთადერთი რა ის სახელის მიტივტივებს თავში ეს არის ხაჯის ფრენსის ნგანო, რომელსაც დაუმთავრდა თუ უმთავრდება კონტრაქტი PFL-თან და იცია დანამ თუ ძალიან ბოღმიანი არ არის, რა ვიცი, შეიძლება ფულის ხათრით კი დაუძახოს და მაშინ კი გამოცოცხლდება სიტუაცია ამ დივიზიონში. პრინციპში ეს იყო ყველა დივიზიონი ასე თუ ისე მოვიხილეთ, იქიდან გამომდინარე რა ბრძოლების არის ჩანიშნული რაღაცა ცადეთ გამოგვესტო ის აბლაბუდა როგორ არის ასე ვთქვათ დაქსაქსული და ბრძოლების ჩანიშნული ბრძოლებიდან გამომდინარე რა მიმართულებებით შეიძლება წავიდეს ეს ქსელი გავარტყით თუ არა ეს და რა დოზით გავარტყით ეს გამოჩნდება ალბათ მომდენო წლის განმავლობაში ჩვენ ერთი დაგვრჩენია დაველოდოთ იმ წელიწადს და თავინიშნოთ რაც თქვი და ნახოთ ახდება თუ არა ეს ვარიანტები რაზეც ვისაუბრე. ხო, კიდევ ერთხელ შევახსენებ ვიღაცებს, აი აქ შეიძლება თქოს რაღაცა კომპანიის სახელი დაეწეროს, მაგალითად, სულაც შეიძლება სხვა რაღაც კონკრეტული რაღაცაც პროდუქტი იყოს. ჯერი თქვენზეა. როგორ მივიღოთ? კი იცით. აბა, იყავით ყველანი ჯანზე. კარგად.